მოვიცეთ, ჩავიდეთ ოდნავიჩი, ჩემთან ახლოს არის და რაღაცები ამოვიტანო. იგზა. ჩემ ქმარს ამოვიტანო იბა ჩავოცივო და მივიდეთ. ზეხვინედლად ფასდაკლებაშია. დღეს ეფესი იბა მაგარა ფასდაკლებაშია. ნატახტარი 99-შია, ქარვა 39-შია. ჟიგული არა ეფესი. ჟიგულის ფული არ გვაქვს ჩვენ. დაგათვალიერებთ და მალე გავალ რომ ძალიან ხმაურია. წენები აქ კიდევ ფასდაკლებაშია. ამოვიტანე 2 ცალი სიოს ფანჯრის საწმენდი ეს ხარშვის დროს ძალიან კარგი რამეა. ჩემმა მეუღლემ მოიტანა 1 ცალი პური, ხახვი, 1 ცალი არ არისო და ლობიო. ხო გვექნება ლობიო ფართი. რაც მოიტანა ამის ფასს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემ ხარს რომ ვეკითხები რა ღირდა, რა იყო მეუბნება მომცე უნდა? მოუჭამე შენ რა დანარჩენი არ მოიკითხო. დამავიწყდა მეგობრებო, სულ ფეხსაცმელები მქონდა გამოსატანო. შემოსაკერად მქონდა და დეუბნი და სულ დამავიწყდა. თუ არ დავაგვიანე, არ მეჩქარება, მაგრამ არ მელოდოს ის კაცი. ხო და ეხა გავბივარ სირბილით. მივასწრო იქნება და ყველა არ მელოდოს. ცოდვა შუახანს გადაცილებული კაცია. თან ცხელა მაგრად. არ არის შორს, მაგრამ ახლა საათის გზა კი. მივასწარი დამხვდა. გამოვიტანე ფეხსაცმელები. კარგად გაეკეთებინა. ჩქარა ვიარე და დავიხარე. გარეთ გავდივარ. თუ რამე საინტერესო ვნახე, გაჩვენებთ აუცილებლად. გადადროებით. ყინულის არენა საცურაო აუზი. აი ხალხო. სამგზავრო მანქანა. სადაც დაგიღამდება, იქ გაგითენდება. იცხოვრე, თუ არ ჯობდეს ყველაფერს. მინდა. ნებისმიერ ადგილას ვიმოგზაურებდი სიამოვნებით. მასაც გაჩვენებთ. ეს არის სელიმ ხიმშიაშვილი. აი სელიმ ხიმშიაშვილის ქანდაკება არის აქ. ღამეში ენათება აქ, განათება აქ და შვენიერი ლამაზია. თან არის ბაგრატიონის ქუჩასთან პირდაპირ გზასთან ახლოს. ახლა უნდა ვიყიდო კოფე, ყავა, მოსაცვამ და სხვას ვერავეცად ზედალე. აქ არის დეკორატიული ყვავილების მაღაზია. ძალიან ლამაზია. და პანელები არის კიდევ სხვადასხვა ფერის. კიდევ ფოტოსალონია.
ჩემი საყვარელი ვარდი. სუნი არ აქვს, მაგრამ ლამაზია. არის საკედლად შევედი. შემოვიდა ჩემი ძმა. შემთხვევით. და რაღა გზა მქონდა. აღარ მინდოდა მეყიდა რამე, მაგრამ ჩემი ძმა ისეთია, სულს ამოიღებს და მოგცემს. აწმია ცალკე ჩემთვის ყავა და გამომატანა. კიდევ რაღაცები წაიღე, მაგრამ არა, არ მინდა მოთხარი სავსემად სახში ყველაფერი და გაგუჭდება, არ მინდა გეხვეწები მეთქი. დავაწერი ყავა. მოვედი ეზოში. ლიფტი მე-10 სართულზეა. სანამ ჩამოვა. რა გავხდი გავიწეწე სულ. დღეს რომ ზაგარზე ლაპარაკობდი, მე მგონი კი მაქვს უკვე ის ფერი. შედარებით. ჩქარა მოვედი, ლეიბები მაქვს გარეთ. აი. ესეც ჩემი ლიფტი. ავწუნწული ახაზებით. ბოლო სადარბაზოა, ბოლო სართულია ჩემი. მოვედი სახლში. მომწყურდა. ცხელოდა ძალიან. მაგრამ მაინც კაიყო. მიყვარს ხალხო ეს გასეირნება და რა ვქნა. დავისვენებ. და შევუდგები საქმეს დაალაგე, ლეიბები მაქვს გარეთ. ყავის სახელი არ ვიცი, საწონი ყავა არის. მაგრამ 30 ლარიანი ყავაა და რაღაც გემრიელია, რა ვიცი. რაღაც მომწერეს. არ ვიცი რა მომწერეს, ნახავ მე. ასე რომ ცოტა გავისეირნე, ტვინი გავანიავე, მაგრამ თქვენთან მოუსვლეს როგორ ვიზამდი. იქ არ იყო ისეთი რამე რომ გადამეღო, რაღაც სხვა ადგილას ვიყავით. მანდა მაინც არაფერი, უბრალოდ გავისეირნეთ და ეგ იყო რა. ეხლა თუ საინტერესო არ არის, ყვავილები და ნარგავები ყველგანა. რა უნდა გაჩვენოთ სხვა იქ, ისეთი თუ რამე ვნახე საინტერესო, ყველგან ყოველთვის გაჩვენებთ. ჩემი ხედია საინტერესო, ნახეთ? რა კარგი ხედია. ჩვენიერი. შეიძლება თურმე აქედანაც ჩაწერა ვიდეოსი. ხო. უკვე მოსაღამოვდა მზე ჩადის. დღეს ეს იყო მეგობრებო. კარგად იყავით, ბედნიერად იყავით. შვიდობიან ღამეს გისურვებთ. ლამაზ სიზმრებს გისურვებთ. ოცნებების ახდენის სიზმრები გქონოდეთ და აქ ხდენოდეთ. როგორ მოგეჩვიეთ, ხედავთ? უკვე თავისუფლად საუბრობ, უკვე გაღიმებული მოვდივარ. გავიხსენი, ხომ ხედავ, ვამბობდი, არ ვარ ასეთი უჟმური ხასიათის მეთქი. თანდათან უფრო და უფრო მოვშინაურდები. აბა კარგად მეგობრებო.
ხვალამდე.